ერთი სიტყვით მატრიცა, ვინ განსაზღვრა მატრიცა, ვინ გითხრა კარგად? კიდევ ერთხელ გამიმეორეთ, ესე იგი მატრიცა რა არის? მატრიცა რა არის და ცხრილი. და ახლა როგორი სახე აქვს მატრიცას ზოგადად? მაგალითად, აი მატრიცის მაგალითი 3 4 5 2 1 7. აი მატრიცა. რა უნდა ვიცოდეთ მატრიცის შესახებ? მისი განზომილება ბატონოსოს. აბსოლუტურად მართალია სერგი, აბსოლუტურად მართალია. ესე იგი, ყველა თქვენი აქტიურობა იცოდეთ, რომ გმატებთ ქულას საბოლოო შეფასებაში. სერგი არის აბსოლუტურად მართალი, განზომილება უნდა ვიცოდეთ. ახლა რა არის განზომილება? პირველ რიგში ჯერ უნდა ვიცოდეთ, რომ მატრიცას აქვს სტრიქონები და სვეტებისგან შედგება. რომელია სტრიქონი და რომელი სვეტი თვითონ სიტყვა გეუბნებათ და ამაზე აღარ შევჩერდები. 3 4 5 არის სტრიქონი, 2 1 7 არის სტრიქონი, ხოლო სვეტებია 3 2 4 1 5 7. და უნდა ვიცოდეთ პირველ რიგში როგორ დავწეროთ მატრიცის განზომილება. როგორ დავწეროთ მატრიცის იქნება ბატონოსოსო 2 3. ოჩახ დავით, ყოჩახ. 2 3-ზე. აი ეს არის ამ მატრიცის განზომილება. ძალიან კარგი. ახლა 2 3-ზე არის ამ მატრიცის განზომილება, ძალიან კარგი. და რა არის ახლა კიდევ საინტერესო? საინტერესო ახლა ის არის, რომ 2 მატრიცა რომ შევკრიბოთ, აი ეს არის მაგალითად A მატრიცა. ეს არის B მატრიცა. ძალიან მარტივი ოპერაცია მატრიცების შეკრებისა. მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი მატრიცის შეკრება. მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი მატრიცების შეკრება. თუ მათ აქვთ აბსოლუტურად მართალი ხართ. ვაჟა და დათო, ესე იგი აბსოლუტურად მართალი ხართ. ესე იგი, აი ვინც არ იცის, მაინც დავწერ, თქვათ მეორე მატრიცა არის 0 4 5 2 1 3. ამ მატრიცების შეკრება და გამოკლება შესაძლებელია. რატომ? რატომ და ორივეს ერთი და იგივე განზომილება აქვს. ამ მატრიცის განზომილებაც არის 2 3. ეხლა ყველაზე ადვილი, როგორ ვკრებთ ამ მატრიცას? როგორ ვკრებთ ამ მატრიცას და ახლავე მოგახსენებთ ამ მატრიცების ჯამი არის შესაბამისი ელემენტების ჯამი. ესე იგი შესაბამისი ელემენტები რას ნიშნავს? აი 3 და 0 იკრიბება. 4 და 4 შემთხვევით ერთმანეთს დაემთხვა იკრიბება და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით ეს აპლუს აქ მექნება 3, აქ რა მექნება 8, 10 10. ძალიან ადვილია. ზუსტად იგივე გამოკლებაზე. ოღონდ იქ გამოვაკლებთ. ასევე ჩვენ გვაქვს ოპერაცია, რასაც ეწოდება მატრიცის ნამრავლი რიცხვზე. მატრიცის ნამრავლი რიცხვზე გულისხმობს, რომ ამ რიცხვზე ჩვენ ვამრავლებთ მატრიცის ყველა ელემენტს. მაგალითად, 2 გამრავლებული A-ზე ეს ტოლი იქნება ყველა ელემენტი, ესე იგი 3 4 5 2 1 7 ყველა მრავლდება 2-ზე. შესაბამისად გვექნება 6 8 10 2 14. დავით, აბსოლუტურად მართალი ხარ. შემდეგი, რაც ჩვენ გვაქვს, ეს არის შედარებით ამაზე. თუმცა არა დაუძლეველი, ძალიან კარგად მიხვდით თქვენ, ვინც ესწრებოდა სხვათა შორის ბოლო ლექციას, ძალიან კარგად მიხვდით, უმეტესობა, ეს არის 2 მატრიცის ნამრავლი. 2 მატრიცა რომ გავამრავლოთ, A მატრიცა, B მატრიცა
A მატრიცის განზომილება არის ვთქვათ M-ი R-ზე. B მატრიცის განზომილება უნდა იყოს აი აქ პირველი და პირველით კი იწერება ყურადღება მიაქციეთ სტრიქონების რაოდენობა, აი აქაც A მატრიცაში M-ი არის სტრიქონების რაოდენობა, ხოლო R-ი არის სვეტების რაოდენობა. B მატრიცაში R-ი არის სტრიქონების რაოდენობა. აი აქ მეორეს რასაც მინდა იმას დავწერ. N-ს. N-ი რაც არ უნდა ის იყოს, M-ი რაც არ უნდა ის იყოს, მაგრამ ნამრავლი რომ შესაძლებელი იყოს, აი ეს R-ი და ეს R-ი ორივეგან R-ი უნდა ეწეროს, რადგან ესენი უნდა იყოს ერთი და იგივე. ეხლა რა არის ეს ერთი და იგივე? რა იგულისხმება აქ? აქ რა იგულისხმება და R-ი A მატრიცაში ნიშნავს სვეტების რაოდენობას თუ სტრიქონების რაოდენობას? სვეტების რაოდენობას. A მატრიცაში R-ი არის სვეტების რაოდენობა, ხოლო B მატრიცაში R-ი არის სტრიქონების რაოდენობა. ესე იგი, სიტყვებით რომ ვთქვათ, რაც ჩვენ უკვე ჩავწერეთ ფორმულებით, A მატრიცის გამრავლება B მატრიცაზე შესაძლებელია, თუ A მატრიცის სვეტების რაოდენობა ტოლია B მატრიცის სტრიქონების რაოდენობა. სხვა შემთხვევაში მატრიცების გამრავლება შეუძლებელია. მაგალითად, თქვენ თუ გამოცდაზე მოგივიდათ აი ასეთი და გეუბნებიან გაამრავლეთ. მაგალითად, A მატრიცა 3 4 5 2 3 1 B მატრიცა 2 1 3 7 4 0 შესაძლებელია გამრავლება. თქვათ გეუბნებიან რომ იპოვეთ 100 ნამრავლი B-ზე. თქვათ გეუბნებიან იპოვეთ 100 ნამრავლი B-ზე. ესე იგი, კიდევ ერთი წინა ლექციებზე ვინც ერესწრებოდა ჩვენ ერთი გაკვეთილი კიდევ გავიარეთ. ესე იგი, რა არის ეს ერთი გაკვეთილი, იცით? რომ გეკითხებიან შესაძლებელია თუ არა ძალიან დიდია ცდუნება რომ უპასუხო ყისიერად. რატოა დიდი ცდუნება, იცით? სულ ორი ვარიანტია. ან დიახ, ან არა. და როდესაც ორი ვარიანტია, რაც არ უნდა უპასუხო, შანსი გაქვს 50% რომ მართალს ამბობ. და ძალიან დიდი შანსია რომ დაუფიქრებლად უპასუხო, მაგრამ ჩვენ შევთანხმდით რომ რამდენიმე წამი მაინც უნდა დავფიქრდეთ. ამ შემთხვევაში ბატონო სოსო არ გამრავლდება ერთმანეთზე, იმიტომ რომ განზომილება არის 2 და 3 ორივეს და არ ემთხვევა ისინი. სერგი, ესე იგი, აბა ვნახოთ, ესე იგი, A მატრიცის განზომილება არის 2 3-ზე. 2 3-ზე, კი. ესე იგი, 2 3-ზე დავწერე. ესე იქნება 3 2-ზე, ხო? მოდი, ესენი რომ არაურიოთ ერთმანეთს. კეთდება ბატონო 3 2-ზეა მეორეს. ესენი რომ არაურიოთ ერთმანეთს, აი აქ რას დავწერ, იცი, ჩვეულებრივ წერტილით დავწერ გამრავლებას. აი აქ, A გამრავლებული B-ზე. ეს გამრავლება არ არის 2 3-ზე რომ ვწერთ. არ არის გამრავლება. არ არის გამრავლება. უბრალოდ 2 3-ზე. ეხლა მოდი B ვთქვათ, B რა არის? 3 2-ზე ბატონო. 3 2-ზე. B არის 3 2-ზე. ეხლა რა ხდება? რა ხდება და ეს ერთი და იგივეა, ესე იგი შესაძლებელია. და ერთი მომენტი, აი ეს 100 ნამრავლი B-ზე რა განზომილების მატრიცას ვიღებთ ვისახსოვს? 2 2-თან. 2 2-ზე. აქ კი ქვემოთ ამ კონკრეტულ მაგალითში, მაგრამ ვინც არ იცის, მათთვის მინდა ზოგადად დავწერო. აი ამ შემთხვევას ვგულისხმობ. M-თან. კი, ვაჟა მართალია, აბსოლუტურად A მატრიცის ნამრავლი B მატრიცაზე, ამის განზომილება იქნება M-ზე.
ეხლა განსაკუთრებით მათთვის, ვინც პირველად გვესწრება, ან შეიძლება ადრე გვესწრებოდა და უყურადღებოთ იყო. აი აქ და იმედია რომ დღეს ყურადღებით არის. შეკითხვა ხომ არაფერი გაქვთ აქამდე? მოიფიქრეთ შეკითხვა. მე არაფერი მაქვს შეკითხვა. მე მანამდე აი ამას წავშლი. აი ამ მარცხნივ რაც დავწერი, ამას წავშლი. ესე იგი, კიდევ ერთხელ მივმართავ განსაკუთრებით, ვინც პირველად გვესწრება დღეს, იმიტომ რომ ამას რასაც ვაკეთებთ, ვინც ახლა აქტიურობდა, მათ იცოდნენ. და მათ მე ვუხდი ბოდიშს, იმიტომ რომ რაც მათ იციან, კიდევ ერთხელ ვიმეორებ მას და ამას ვაკეთებთ თქვენს გამო, ვინც დღეს პირველად ესწრებით. ამიტომ ვინც დღეს პირველად ესწრებით, კიდევ ერთხელ გისვავთ შეკითხვას. ხომ გასაგებია ყველაფერი. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, შეკითხვა ხომ არაფერი გაქვთ აქამდე. გასაგებია ბატონო. მადლობა დაჩი, მადლობა გამოხმაურებისთვის. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის გამოხმაურებას, რომ გამომეხმაურებით, რომ მე რო ვიცი რომ იგებთ, მე რო ვიცი რომ მისმენთ, ეს ჩემთვის სტიმულია რომ ვილაპარაკო. თუ არავინ გამომეხმაურა, ესე მგონია რომ საკუთარ თავს ველაპარაკები და რა ვიცი, აი სტიმული არ მაქვს მე. ესე იგი, ახლა მოდი, ეს ყველაფერი ძალიან კარგი. ახლა მოდი გავამრავლოთ, გავამრავლოთ ბეზე. კი ვთქვით რომ შესაძლებელია, მაგრამ მოდი ახლა გავამრავლოთ და რას ვაკეთებთ ახლა. ესე იგი, რას ვაკეთებთ ახლა და აი ამაზე უკვე შევთანხმდით რომ ამ მატრიცის განზომილება რა იქნება და ჩი ამ მატრიცის განზომილება ნამრავლის 2-2-ზე. 2-2-ზე შევთანხმდით უკვე, იმიტომ რომ აი რა ხდება, ეს 3 მიდის შუაში რაც არის. აი როგორც აქ, აი მოიცა. მოიცა ერთი წუთი, ესე იგი, აი აქ აი ეს n-ი უკაცრავად არასწორად გადავხაზე. აი ეს r-ი, აი ეს r-ი მიდის და მატრიცის განზომილება იქნება m-ი გამრავლებული n-ზე. ახლა რას ვაკეთებთ ახლა აქ? ესე იგი, ვიცი წინასწარ და ეს კარგია, რომ 2-2-ზე უნდა მივიღო. ახლა ეს კარგი რითია, იცი? კარგი იმითია, რომ თუ რაღაც შემეშალა და სხვა განზომილების მატრიცა მივიღე, მივხვდები, რომ შეცდომით ვაკეთებ. ესე იგი, რას ვაკეთებ ახლა? პირველ რიგში, აი საქმე მაქვს აი ამასთან. ამ მატრიცის პირველ სტრიქონთან. და ეხლა რას ნიშნავს საქმე მაქვს ამასთან? საქმე მაქვს ამასთან იმას გულისხმობ, რომ ჯერ უნდა გამოვიყენო აი ეს პირველი სტრიქონი და რას ვიყენებ? აი ამ მატრიცის პირველ სტრიქონს ვამრავლებ, რაზე ვამრავლებ, ვინც უკვე იცის? B მატრიცის პირველ სვეტზე. აქტალია ვაჟა, B მატრიცის პირველ სვეტზე. და ვამრავლებ როგორ, ეხლა დააკვირდით. 3 გავამრავლე 2-ზე. ხვდებით რომელი 3 და 2-ია? დაჩი, ხვდები? 3 კი, გასაგებია. შემდეგ 4 გავამრავლე 3-ზე. ხვდებით რომელი 4 და 3-ია? და 5 1-ზე. ესა 5 4-ზე მე. გასაგებია მივხვდი. კი, ყოჩახ დაჩი, მაგარი ბიჭი ხარ რა. 5 4-ზე. 5 4-ზე. მარიამ, გასაგებია? აქ ხარ მარიამ, თუ? კი, აქ ხარ და გასაგებია. კარგი. ნაიკო. ნაიკომ რაღაც ვერ გაუძლო და მე მგონი დაგვტოვა. კაი, 3 2 4 3 5 4. დავწერე. ეხლა ეს რატო გავხაზე წითლად? იმიტომ რომ ისევ ამასთან მაქვს საქმე. ისევ ამასთან მაქვს საქმე და ეს რაც დავწერი ახლა, ეს არის ერთი ელემენტი. აი ამ მატრიცის. ეხლა ისევ აი ამ შემოხაზულს ვამრავლებ უკვე მეორე სვეტზე B მატრიცისა. და რომ ვამრავლებ, აბა მარიამ მითხარი რა დავწერო აქ? 3 გამრავლებული რაზე? 1-ზე? 1-ზე, შეკითხვით არა. 4 7-ზე შეკითხვით არა. და 5 0-ზე. კი, ყოჩა, აბსოლუტურად მართალი ხარ.
4-7-ზე პლუს 5-0-ზე. აბსოლუტურად მართალი. ახლა რა გავაკეთე? აი ნახევარი ამოცანა უკვე ამოვხსენი. იმიტომ რომ AB მატრიცა ხო ვიცით რომ 2-2-ზეა და პირველი შვეთი უკვე დავწერე. უკაცრავად, პირველი სტრიქონი უკვე დავწერე. ეხლა უნდა დავწერო მეორე სტრიქონი. მეორე სტრიქონი რო დავწერო, აი ეს უკვე აღარ მინდა. წავშალო აი ეს. აი ეს უკვე აღარ მინდა, აი ეს შემოხაზული რომ მქონდა, აღარ მინდა. და ახლა უკვე აი ეს მინდა. 2-3-1 და იგივეს ვაკეთებ, რაც გავაკეთე. და აბა მიკარნახეთ ახლა რა დავწერო. 2-ს ვამრავლებთ 2-ზე, 3-ს დიახაც 2-ს ვამრავლებთ 2-ზე პლუს 3-ს ვამრავლებთ 3-ზე პლუს 1-ს ვამრავლებთ 4-ზე. და ბოლოს მეორე სტრიქონს A მატრიცისა ვამრავლებ B მატრიცის მეორე სტრიქონს. იქნება 2-1-ზე 3-7-ზე პლუს 3-7-ზე ძალიან კარგი და პლუს 1-0-ზე. პლუს 1-0-ზე. ტოლია, ახლა შევასრულებთ აი ამ მარტივ არითმეტიკულ მოქმედებებს და მივიღებ მატრიცას. აბა მიკარნახეთ რა დავწერო. 32 მართ თორნიკე საზრით 32. შეამოწმეთ რომ დავადასტუროთ. 3-ჯერ 1 3-ჯერ 1 აქ რა დავწერო მეორე 24 ვიცა არა მგონია 3-ჯერ 1 ხო 3-ია და 4-ჯერ 7 ხო 28-ა აი ამას ვამბობ. 31. შემდეგი 17 2-ჯერ 1 3-ჯერ 7 აქ რა დავწერო 23. აი ამოვხსენით ორჩა ამოვხსენით შეკითხვა რა გაქვთ ახლა ამასთან დაკავშირებით აჰა აბა ერთი წუთი პირველი 38 არ უნდა ეწეროს. უპასუხეთ მარიამს მე პასუხისმგებლობად გაკისრებ თქვენ იმიტომ რომ თქვენი კარნახით დავწერე და უპასუხეთ მართალია მარიამ ბატონო მარიამი კი მარიამი ყოჩა ესე იგი სად შევასწორო მარიამ 32-ის ნაცვლად 38 უნდა ეწეროს. მარიამ მადლობა ეხლავე წავშლი და გადავასწორებ 38 კეთილი ეს ყველაფერი ძალიან კარგი ახლა ეს ყველაფერი ძალიან კარგი რა მაინტერესებს ახლა იცით ამოცანა რომ შეგხვდეთ ასეთი და გთხოვენ იპოვე B გამრავლებული A-ზე რა სიტყვით გამრავლები შესაძლებელია შესაძლებელია კი ესე იგი ამ შემთხვევაში აი აქვე დავწერ B გამრავლებული A-ზე B არის 3-2 A არის 2-3
და ნახეთ, ოღონ ამ შემთხვევაში რას ვიღებ? იცი უფრო დიდ მატრიცას ვიღებ. განზომილებით 3-3. აბა მოდი ახლა ფურცელი და კალამი აიღეთ და გააკეთეთ ეს დამოუკიდებლად. ეს გააკეთეთ დამოუკიდებლად, რომ საკუთარი თავი შეამოწმოთ, ეს როგორ გაიგეთ და აბა ვნახოთ ახლა ვინ გაიგო კარგად. და მეც მოყვებით ცოტა ხანში. მარიამ, ერთად გავაკეთოთ, თუ დამოუკიდებლად გააკეთებ. დამოუკიდებლად გავაკეთებ. კი, ოჩახ. როგორ მედის საქმე? აბა მოდი დავიწყებ ახლა მაინც, იმიტომ რომ და თან შეამოწმეთ. აქამდე თუ სწორად გაქვთ გაკეთებული, ესე იგი გესმით. დანარჩენი ახლა ის შეკრება და გამოკლება კი იცით. ესე იგი, აი ახლა ვიღებ აი ამას, როგორც წინა მაგალითში, B მატრიცის პირველ სტრიქონს და რას ვაკეთებ? ამას ვამრავლებ ჯერ პირველ სვეტზე, შემდეგ მეორე სვეტზე, შემდეგ მესამე სვეტზე. ესე იგი, წერ შემდეგს 2 გამრავლებული 3-ზე, 2 გამრავლებული 3-ზე, მივუმატოთ 1 გამრავლებული 2-ზე. 1 გამრავლებული 2-ზე. პირველი ელემენტი დავწერე. ახლა არ ვცვლი ამას, ახლა ისევ პირველ სვეტთან მაქვს საქმე და ამას ახლა ვამრავლებ მეორე სვეტზე ამ მატრიცის. ესე იგი მექნება 2 გამრავლებული 4-ზე 1 გამრავლებული 3-ზე. პლუს 1 გამრავლებული 3-ზე. და ბოლოს ამას არ ვცვლი ისევ 2 გამრავლებული 1-ზე და ვამრავლებ მესამე სვეტზე. მექნება 2 გამრავლებული 5-ზე მივუმატოთ 1 გამრავლებული 1-ზე. აი ეს თუ გასაგებია, პრინციპში დანარჩენი იგივე უნდა გავიმეოროთ, ყველაფერი გასაგები იქნება. მარიამ, მეთანხმები? მე და დავით, გვეთანხმებით თუ? კი, გეთანხმებით. ასე გქონდა? კი. ოჩა. სამწუხაროდ მიგვატოვა იმ ნაიკომ და აი რა გავაკეთოთ ახლა ჩვენ. გამოხატა დიდი სურვილი, სიტყვიერად და საქმით დაამტკიცა სხვა მიგვატოვა. ეხლა საინტერესოა ვიდეოს რომ ავტვირთავ თუ ნახავს ამას, რასაც ახლა ვამბობ.
თუ ნახა, ამით გავიგებთ, რომ ინტერესი არ დაკარგვია. და თუ არ ნახა და რეაქცია არ გამოხატა ამ სიტყვებზე, მაშინ ცოტა ვერ არის კარგად საქმე. რა სიტყვით, როგორ მიდის საქმე? მაგრად ბატონოს. დავით, მაგარი ხარ. აბა დაასრულეთ და მითხარით რომ დავასრულეთ და გადავალ მერე სხვა საკითხს. მე დავასრულე ბატონოს. დავით, იქ წაგიპარებოდა. ახალი მოწყობილობა, მაგდა რაღაცებს ვარკვევ. ვეღარ ვთიშევ ამას. ერთი სიტყვით გადავდივარ ახლა სხვა საკითხზე, სხვა ამოცანა უნდა შემოგთავაზოთ. ამას ვისაც დასრულებული არ აქვს, დიდი იმედი მაქვს, რომ დაასრულებს. ეხლა სხვა საკითხი რა არის, რაც ჩვენ გავიარეთ და რასაც ისე ვიმეორებთ დღეს, ეს არის აი ასეთი მატრიცა. 1 0 0 0 1 1 უკაცრავად 0 1 0 0 0 1 აბა ვინც უკვე იცის რა ქვია ამ მატრიცას? ნულოვანი მატრიცა ბატონო. ნულოვანი კი არა, დავით, ერთეულოვანი მატრიცა. ისა ერთეული. ერთეულოვანი მატრიცა. ესე იგი ნულოვანი, შენიც მესმის ნულოვანი, რატო თქვი? იმიტომ რომ ნულები უფრო მეტია. მაგრამ ერთეულოვანი რატო ქვია, იცი? აი მაგალითად ჩვეულებრივ რიცხვებში 5 რომ 1-ზე გავამრავლოთ, ხო ისევ 5-ია. და ერთეულოვან მატრიცაზე რა მატრიცაც არ უნდა გაამრავლო, ისევ იმ მატრიცას იღებ. და ხო გახსოვთ, ვნახეთ წინა ლექციაზე, ვნახეთ ამისი მაგალითი. აი ახლა შეგვიძლია ერთი პატარა მაგალითი გავაკეთოთ. 2 მაგალითად 2 4 3 5. აი ეს მატრიცა გავამრავლოთ ერთეულოვან მატრიცაზე. ახლა ეს ერთეულოვანი მატრიცა რო დავწერო, ვერ გავამრავლეთ, იმიტომ სხვა განზომილება აქვს. მაგრამ აი ასეთი რომ დავწეროთ, მეორე რიგის ერთეულოვანი მატრიცა როგორი სახე ექნება? აბა ვინ მიკარნახებს? 1 0 0 1. აბსოლუტურად მართალია, დავით. 0 1. თორნიკე ვარ. თორნიკე მართალი ხარ. ერთი სიტყვით შეგვიძლია შევამოწმოთ სხვათა შორის, რომ მართლაც იგივეს ვიღებთ და რომ შევამოწმოთ, ვამოწმებთ როგორ? გამრავლებას ვაკეთებთ, ესე იგი, ჯერ პირველ სტრიქონს აღვნიშნავ, აი აქ 2 4-ს. მერე დავით როგორ იქნება? ელოდებით. 2-ს გავამრავლებთ 1-ზე და 4-ს გავამრავლებთ 0-ზე.
2 გავამრავლოთ 1-ზე პლუს 4 გავამრავლოთ 0-ზე. მარიამ, ეხლა აი აქ რა დავწერო? აი აქ მითხარი, აი აქ რა დავწერო? აი აქ. 2 გავამრავლოთ 0-ზე და 4 გავამრავლოთ 1-ზე. ოჩაღ რა, ოჩაღ მარიამ. პლუს 4 გავამრავლოთ 1-ზე. ძალიან კარგი. ახლა აი ამ პირველს თავს დავანებებ, პირველ სტრიქონს და მე უკვე მეორესთან მაქვს საქმე. იგივეს გავაკეთებ. 3 1-ზე პლუს 5 0-ზე და ბოლოს 3 0-ზე პლუს 5 1-ზე. 5 1 შევასრულებ ახლა მოქმედებებს და დავინახავ და დავრწმუნდებით. რომ იგივე მატრიცა მივიღეთ. ერთ რამეს მიაქციეთ ახლა ყურადღება, ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. ერთეულოვან მატრიცაზე საუბარს აზრი აქვს იმ შემთხვევაში, თუ კვადრატული მატრიცა გვაქვს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უფრო რომ დავაზუსტოთ ჩემი ნათქვამი, ერთეულოვანი მატრიცა არის კვადრატული მატრიცა. კვადრატული მატრიცა თვითონ სიტყვა გეუბნებათ, ვინც გვესწრებოდა კი იცის და ვინც არ გვესწრებოდა, ისიც ადვილად მიხვდება კვადრატული მატრიცა რას ნიშნავს. ხო ხვდები მარიამ, კვადრატული მატრიცა რას უნდა ნიშნავდეს? კვადრატი ხომ იცი როგორი მართკუთხედია, რომლის სიგრძე და სიგანე ტოლია. ანალოგიურად კვადრატული მატრიცა არის, როდესაც სვეტების რაოდენობა, აი ამ შემთხვევაში მაგალითად სტრიქონების რაოდენობა, როდესაც ტოლია სვეტების რაოდენობის. ძალიან კარგი. აი ეს გავიმეორეთ, პრაქტიკულად გავიმეორეთ. რაც კი გავიარეთ ორ ლექციაზე, მოკლედ გავიმეორეთ. ახლა დღეს ჩვენი ახალი თემა გვაქვს, ახალი საკითხი. ხომ არ დაიღალეთ, გადავაბათ პირდაპირ. ხომ არ დაიღალეთ, გადავაბათ. კი. ხო, ის არის. სხვათა შორის ეხლა გასული სემესტრი, წინა სემესტრი ხომ ონლაინ სწავლებით იყო და ზოგს მოსწონს სტუდენტებს, ზოგს არ მოწონს. და მე რომ ვკითხე სტუდენტებს, აი ძირითადი რა არის, რა ნაკლია ძირითადად ონლაინ სწავლებას. და ბევრმა სტუდენტმა მიპასუხა, რომ ყურადღების გაქცევა, ესე იგი ყურადღების კონცენტრაცია უჭირს. რომ კი ზის იქ კომპიუტერთან კი ზის, მაგრამ კომპიუტერთან სხვა რამეს აკეთებს. ხო და გაითვალისწინეთ ეს და ერთი სიტყვით ახლა მე მინდა მატრიცის ზოგადი ჩანაწერი შემოგთავაზოთ. აი მაგალითად ამას მე გავაკეთებ მესამე რიგის მატრიცაზე. მესამე რიგის მატრიცაზე ზოგადად, ესე იგი ზოგადად გულისხმობ რიცხვებს კი არ ჩავწერ. არამედ აღნიშნებს, ელემენტებს აღნიშნავ და აღნიშნებს ჩავწერ და აღნიშნავ შემდეგნაირად. A1 ესე იგი ეს არ არის 11, A1 შემდეგ და თქვენ მიხვდებით ახლა რა წესრიგით ვწერ ამას. A1 A1 მოდი მე 4-ს დავწეროთ. A1 შემდეგ აი აქ A2 კი A2 A2 დიახ. და პრინციპი მე მგონი გასაგებია, აღარ დავწერ მესამე სტრიქონს. აი ამ წესით აღინიშნება მატრიცის ელემენტები. შეკითხვა ხომ არაფერი გაქვთ ამ წესრიგთან დაკავშირებით.
და რომ შევამოწმოთ თავი, მარიამ, თავი რომ შევამოწმოთ, მესამე სტრიქონს ხომ დაწერთ თქვენ თვითონ? კი, დავწერ. ესე იგი დავიწყებთ 131, 132, 3-2, 133 და 134. ახლა განვიხილავ მე ისევ კვადრატულ მატრიცას და კვადრატული მატრიცა რომ განვიხილო, აქ წავშლი ამებს. კვადრატული მატრიცა რომ განვიხილო, აი აქ წავშლი და აქ დავწერ 131, 132, 133. აი მაქვს მესამე რიგის კვადრატული მატრიცა. ეხლა მე უნდა განგისაზღვროთ რა არის მინორი და ალგებრული დამატება. მაგრამ ვიდრე ამას განვსაზღვრავდეთ, ჯერ უნდა განვსაზღვროთ რა არის მატრიცის დეტერმინანტი. ამას მე გავაკეთებ ჯერჯერობით მეორე რიგის დეტერმინანტის შემთხვევაში. ესე იგი დავწერ ახლა მეორე რიგის მატრიცას A1-1, A1-2, A2-1, A2-2. მატრიცა, როგორც ვთქვით და როგორც კარგად გახსოვდათ თქვენ, მატრიცა და ეს კიდევ მინდა გავუმეორო, ვინც დღეს შემოგვიერთდა, მატრიცა არის ცხრილი. დამთავრდა. მატრიცა არის ცხრილი. დეტერმინანტს რაც შეეხება, დეტერმინანტი არის რიცხვი. ახლა რიცხვია რომ ვამბობთ, ხომ უნდა ვთქვათ რა რიცხვი. და რა რიცხვი და ახლავე დაგიწერთ. მეორე რიგის დეტერმინანტის შემთხვევაში, აი ასე აღინიშნება მატრიცის დეტერმინანტი. ასევე აი ასე აღინიშნება A1-1, A1-2, A2-1, A2-2. აი ასეც აღინიშნება. და რა რიცხვია ახლა ეს? რა რიცხვია ეს და ახლავე დაგიწერთ. A1-1 გამრავლებული A2-2-ზე მინუს A2-2 გამრავლებული A2-1-ზე. მაგალითად. ვთქვათ, გვეუბნებიან რომ გაიგეთ დეტერმინანტი. 5, 3, 2, 4. ტოლია. მიკარნახეთ, დამეხმარეთ. 5-4. არა, 5-4 არა, აი აქ არის გამრავლება. გამრავლებული 3-ზე. აი აქ არის გამრავლება. 5 გამრავლებული 3-ზე მინუს 2 გამრავლებული 5 გამრავლებული 4-ზე ამას გამრავლებული. ხო. ხო, ჯვარედინად მრავლდება ერთი სიტყვით. ჯერ თავარი დიაგონალი 5 გამრავლებული 4-ზე. 5 გამრავლებული 4-ზე. გამრავლებული 2 გამრავლებული 3-ზე. ეს ტოლია. იქნება 14-ის. ეს ტოლია 14. ეს ტოლია 14-ის. ძალიან კარგი.
ახლა რა მაინტერესებს ახლა მე? მოდი ერთი მაგალითი კიდევ გავაკეთოთ მეორე რიგის დეტერმინანტზე, რომ უფრო განვიმტკიცოთ ჩვენი ცოდნა. ესე იგი, ვთქვათ, აი ესე გვაქვს. -5 -7 2 10. როგორ იქნება? -5 უნდა გავამრავლოთ 10-ზე, იქნება -50. იქნება 64 სულ დეტერმინანტი. შემდეგ აქ იქნება მინუსი და რა უნდა გირჩიოთ, იცით, ყველაზე საფრთხილო აქ არის, ყველაზე ხშირი შეცდომა მინუსები. დაშვებული აქ არის, რომ 2 მინუსი გვაქვს. ამიტომ მე ხოდა გირჩევთ, პლუს გადაიქცევა პლუსად. იქნება 50 პლუს 14. ხო, მე გირჩევთ, რომ არიჩქაროთ 2 გამრავლებული -7-ზე და ტოლია -50 პლუს 14. -50 პლუს 14 იქნება -36. ეს კი ტოლი იქნება -36-ის. შეკითხვა ხომ არაფერი გაქვთ? შეკითხვა ხომ არაფერი გაქვთ? ძალიან კარგი. არა ბატონო. ძალიან კარგი. ახლა ბარემ უნდა განვსაზღვროთ ახლა ჩვენ ახლა მესამე რიგის დეტერმინანტი. მოდი პირდაპირ რიცხვებზე გავაკეთოთ. ესე იგი, ვთქვათ, გვაქვს აი ასეთი. 1 2 3 4 5 6 7 8 9. ახლა როგორ არის ეს საქმე? ბევრნაირად შეიძლება ამისი გაკეთება. შეიძლება პირდაპირ დაიმახსოვრო ადამიანმა, აი აქ მიაქციეთ ყურადღება. მეორე რიგის დეტერმინანტი 2 წევრისგან შედგება. 2 წევრში უგულისხმობ, რომ ეს არის პირველი წევრი, ეს არის მეორე წევრი. მესამე რიგის დეტერმინანტი 6 წევრისგან შედგება. და ფორმულა არის ამისი და შეგიძლიათ დაიმახსოვროთ ის ფორმულა, მაგრამ ყველაზე უფრო მოხერხებული და ამას მე გეუბნებით სტუდენტების მოსაზრებებს, როდესაც მე რამდენიმე მეთოდი შემითავაზებია, პრაქტიკულად ყველა ამბობს, რომ აი ეს მეთოდი უფრო მოსწონთ. და რა არის ახლა ეს მეთოდი? ეს მეთოდი რა არის და ახლავე გეტყვით. აი ეს პირველი სვეტი და მეორე სვეტი უნდა გადმოვწერო აი აქ. და რომ გადმოვწერო პირველი სვეტი და მეორე სვეტი, ესე იგი პირველი სვეტი და მეორე სვეტი რომ გადმოვწერო, ეს დეტერმინანტში კი არ შედის, მაგრამ ისე უნდა გადმოვწერო ჩემი მიზნებისთვის. 1 4 7 და მეორე სვეტი 2 5 8. აი გადმოვწერე. ახლა რას ვაკეთებ? ტოლია და რას ვაკეთებ ახლა? რას ვაკეთებ ახლა და აი რას ვაკეთებ? აი ეს 1 5 9 ამას ქვია მთავარი დიაგონალი. 2 6 7 3 4 8. ესენი უნდა გავამრავლო ერთმანეთზე და ყველა მათგანი უნდა დავწერო პლუსით. ესე იგი, უნდა დავწერო ახლა 25. ხო, ისა დაწვრილებით დავწერ, რადგან პირველია, რომ ყველასთვის გასაგებია. დაწვრილებით. 1 გამრავლებული 5-ზე, გამრავლებული 9-ზე, პლუს 2 გამრავლებული 6-ზე, გამრავლებული 7-ზე, პლუს 3 გამრავლებული 4-ზე, გამრავლებული 8-ზე. ნახევარი ამოცანა უკვე ამოხსენე, იმიტომ რომ როგორც გითხარით, სულ არის 6 წევრი და 3 წევრი უკვე დავწერე. ახლა ამის შემდეგ რას ვაკეთებ? ეს ამას 1 5 9 რომ არის, ამას ქვია მთავარი დიაგონალი. აი ეს მეორე დიაგონალი 1 6 8 2 4 9. ახლა ესენი უნდა გადავამრავლო ერთმანეთზე და
ყველა მათგანი უნდა დავწერო მინუსებით. ესე იგი მექნება ახლა მინუს 3 გამრავლებული 5 გამრავლებული 7-ზე მინუს ერთ საღად დავწერ 6 გამრავლებული 8-ზე ცოტა ადგილი დამრჩა და ერთი იმიტომ გამოვტოვე მე მგონი მაინც გასაგებია და ბოლოს 2 გამრავლებული 4-ზე გამრავლებული 9 მორჩა აი ამ მოქმედებას შევასრულებ და რასაც მივიღებთ ეს იქნება პასუხი აი ასე გამოითვლება მესამე რიგის დეტერმინანტი ახლა კიდევ რომ გავაკეთოთ აქ მაგალითი მე ვერ ვხედავ აზრს იმიტომ რომ ეს ვიდეოც ხომ გექნებათ და თან კიდევ აი იგი დროზე გადაახვევთ გვერად გინდათ რომ აი ეს ნახოთ აი ეს ჩანაწერი და აქ კიდევ რა შემიძლია მეცი ერთი სკრინშოტი შემიძლია გავაკეთო და ამასაც აგიტვირთავთ იმიტომ რომ თქვენ მთლიანი ვიდეოს ნახვა არ დაგჭირდებათ და აი ამ სკრინე უკვე ბატონო სოსო მართლა მაგარი ხარ დავით აი მეც დავსკრინავ ეხლა და აი ამასაც აგიტვირთავთ აი მეც დაგისკრინეთ და ამასაც აგიტვირთავთ იმ Facebook-ზე რომელიც მე გავამიგზავნეთ და ვინც დღეს არ გვესწრება და ვისთანაც საშუალება გექნებათ ყველას უთხრით რომ იმ Facebook ჯგუფში შემოვიდნენ ესე იგი ამას დავაწერ ესე იგი დეტერმინანტი დეტერმინანტი. ამასაც აგიტვირთავთ, რომ თქვენ არ დაგჭირდებათ მთელი ვიდეოს ნახვა, რომ გაგიადვილოთ საქმე. კეთილი. ახლა ერთი მატრიცისთვის და ისევ საქმე გვაქვს კვადრატულ მატრიცასთან, უნდა განსაზღვროთ ჩვენ რა არის მინორი და ალგებრული დამატება. მაგალითად, გვაქვს მატრიცა. გვაქვს მატრიცა, მაგალითად, მესამე რიგის. მოდი ზოგადად ავიღებ. A1 1 ეს მე მგონი უკვე მიწერია და მოდი იქ გადავალ. არა. ახლიდან დავწერ. სიზარმაცე არ არის კარგი მეგობარი. იქ აირევა საქმე და ამიტომ აი აქ ჯობია. A1 2 A1 3 A2 1 A2 2 A2 3 A3 1 A3 2 A3 3 ახლა რას ვაკეთებთ ახლა? ჩვენ გვინდა შემოგვაქვს ახლა ჩვენ ორი ცნება, ეს არის მინორი. მაგალითად, მინდა ვიპოვო მინორი A1-2 ელემენტის. A1-2 ელემენტის მინორი. აღინიშნება M1-2. და რას ნიშნავს ახლა? პირველ რიგში უნდა გითხრათ, რომ მინორი არის რიცხვი და ახლა რისი ტოლია ეს რიცხვი. აი ნახეთ რას ვაკეთებთ. A1 2-თან, აი აქ ხედავთ რომ არის A1 2, ხაზავ პირველ სვეტს, უკაცრავად, პირველ სვეტს და მეორე სტრიქონს. ჯვარს ვაკეთებ აი ამ A1 2 ელემენტს.
შესაბამისად, რასაც მივიღებ, რაც არ არის გადახაზული, დავწერ დეტერმინანტის სახით. A2 1, A2 3, A3 1, A3 3. მორჩა, დამთავრდა. ეს კი იცით როგორ უნდა ვიპოვოთ. მეორე რიგის დეტერმინანტი, ეს იცით როგორ უნდა ვიპოვოთ. A3 3, აი აქ უნდა ეწეროს. ეს ვიცით როგორ უნდა ვიპოვოთ. დავწერო თუ ვიცით ეს გასაგებია როგორც უნდა ვიპოვოთ. ვიცით. ვიცით ეს. მოდი ჯობია ამას კონკრეტული მაგალითი განვიხილოთ. კი. მაგალითად, ხო, და ეხლა ალგებრულ დამატებას გეტყვით რას ნიშნავს. ალგებრული დამატება აი ამ ელემენტის A1 2 ეს არის -1 ხარისხად 1 + 2 გამრავლებული m1 2-ზე. ეხლა რა არის ეს -1 ხარისხად 1 + 2? ამის იდეა ის არის, რომ მოგეხსენებათ -1 ლუწ ხარისხში ლუწია, ხოლო კენტ ხარისხში კენტია -1. და ამის იდეა ის არის, რომ ალგებრული დამატება და მინორი ზოგჯერ ერთმანეთის ტოლია, ხოლო ზოგჯერ ერთმანეთისგან განსხვავდება. მაგალითად, როდესაც აი ამ შემთხვევაში მაგალითად ეს იქნება -m1 2. იმიტომ რომ 1 + 2 კენტია. მაგრამ მაგალითად A2 შემთხვევაში ისინი ერთმანეთს დაემთხვევა. იმიტომ რომ ეს არის -1 ხარისხად 2 + 2 გამრავლებული m2 2-ზე და რადგან ეს არის დადებითი, ამიტომ A2 2 ტოლია m2 2-ს. ახლა მოდი კონკრეტული მაგალითი განვიხილოთ. A მატრიცა არის ვთქვათ 2 3 1 4 5 6 7 8 9. და ვთქვათ გვინდა ვიპოვოთ A2 3. A2 3. ალგებრული დამატება. ეს რომ ვიპოვოთ, ეს ტოლია -1 ხარისხად 2 + 3 გამრავლებული m2 + 3. უკაცრავად m2 3. ეს კი ტოლია 2 + 3 რამდენია? 6. არა, 5. 5. -1 ხარისხად 5? -1 ხარისხად 5. არა, მოიცა, ეს არის ცით, აი ეს მნიშვნელოვანია. -1 ორ ხარისხში. ეს არის -1 გამრავლებული -1-ზე. და ეს არის 1. -1 კუბში ეს არის -1 სამჯერ მრავლდება თავის თავზე. და ეს იქნება -1. ანუ სხვანაირად რო ვთქვათ, როდესაც ლუც ხარისხში ადის, ესე იგი -1 ლუც ხარისხში. ლუც ხარისხში არის 1, ხოლო -1 კენტ ხარისხში არის რამდენი? -1. -1. ამიტომ 2 + 3 5, რადგან კენტია, ეს არის -m2 3. ეხლა m2 3 უნდა ვიპოვოთ. ეხლა m2 ცალკე დავწეროთ პრინციპში, ეს m2 3 რა იქნება? m2 3 რა იქნება ეხლა? m2 3. აი რაც გავაკეთეთ, იგივეს გავაკეთებ ახლა. m2 3 რომელია? m2 3 რომელია და
მეორე სტრიქონი და მესამე სვეტი. აი 6-ია A2-3. ამიტომ აი ამას ვხაზავ. და რაც დამრჩა დავწერ იმას. ორი, 3, 7, 8. ეს ტოლია. 7 ჯერ 8, 16 მინუს 21 ტოლია მინუს 5-ის. და რაც შეეხება A2-3-ს, A2-3-ს რაც შეეხება. რა იქნება A2-3 ვინმე თავს? ორ ჯერ 8 და 7-ზე 3. გამოთვლა აღარ გვინდა. M2-3 ხო უკვე გამოვთვალეთ -5-ია. და აი აქ ნახე რა წერია A2-3 ტოლია მინუს M2-3-ისა. M2-3 ხო -5-ია და A2-3 იქნება +5. კი. ეთილი. აბა ახლა მაშინ ამას წავშლი ახლა. ახლა აბა მოდი მაშინ იგივე მატრიცაზე მაშინ თქვენ მითხარით რისი ტოლი იქნება M3-3 9-ის თუ 0 წერია იქ. არა 9 წერია, მაგრამ M3-3 9 კი არ არის ვაჟა, ნახე. აი აქ უნდა ხაზი გადაურსვა 9-ზე. 9-ზე უნდა ხაზი გადაურსვა, A3-3-ია 9, პატარა A3-3. აი აქ უნდა ხაზი გადაურსვა და რაც დამრჩება, ეს დეტერმინანტი არის M2-3. 2, 3, 4, 5. ტოლია. -8 იქნება მგონი ბატონო ვაჟა, ეს სოსო. ნახოთ 2 ჯერ 5 რამდენია? 10. 10. 10 მინუს 12 მინუს 2. -8, ეს 2. მინუს 2. და აბა ვინმე ტყვის A3-3 რა იქნება? 2-ის. ოჩა, სწორია. 2. A3-3 იქნება 2, იმიტომ რომ არა, დაჩი შემეშალა მეც. A3-3 არა, -2 იქნება ბატონო სოსო. ისევ -2 იქნება, კი, შეგო მართალია, ისევ -2 იქნება, იმიტომ რომ 3 + 3 ხო ლუწია. ამიტომ ისევ ის იქნება. აქ რატო იყო სხვადასხვა ნიშნები, რატო იყო აქ? იმიტომ რომ 2 + 3 იყო კენტი. შეკითხვა თუ გაქვთ რამე მითხარით. არა ბატონო. მაშინ თქვენ გამომითვალეთ. ეხლა რისი ტოლი იქნება M3-1. ბატონო სოსო, აქ A3-3 რო ხო ლუწი გამოდის და მინუსი რატო აქვს? იმიტომ რომ M3-3-იც მინუსით არის დაჩი. გასაგებია. ესე იგი, აი M3-3 თვითონ ხო მინუსით არის და ისიც იგივეა, ტოლებია და აღარ იცვლება. გასაგებია. აი აქ შეიძლება. ხო, აბა გამოვთვალოთ M3-1. ბატონო სოსო, დარჩება 3, 5, ისა 3, 5, 8 და 1, 6, 9. 3, 1, 5, 6. M3-1 ხო აი აქ უნდა გადავხაზო 7-ზე. კი, 7-ზე უნდა. აქ რომ გადავხაზავ 3, 1, 5, 6. კი, 3, 5, 3, 1, 5, 6. 6. ეს კი ტოლია 6 ჯერ 3, 18, 18 მინუს 5, 13. 13. A3-1 რისი ტოლი იქნება? -13-ის ბატონოს. არა, ისიც 13, სერგო. აი ამას მიაქციეთ ყურადღება, 3 + 1. კი, ისევ 3. 3 + 1 ხო ის არის? ლუცი. ამიტომ ეს ისევ ის იქნება 13.
13. აი, ერთიც და მორჩით. ერთიც და მორჩით. აბა, ახლა, აი აქ დავწერ, რაც მინდა. აი ახლა იგივე მატრიცაზე თქვენ გამომითვალეთ M32. 2-4-1-6 იქნება ბატონო სესო. აბა, ვნახოთ. 2-4-1-6. M32, აი აქ უნდა გადავხაზო. აი აქ კი. უნდა გადავხაზო. გადავხაზე. და შუაში. 2-4-1-6. იმიგე 2-1-4-6. ორჯერ 6, 12. 16 მინუს 4. უკაცრავად 12 მინუს 4. რა იქნება? ვა. და 132 რა იქნება? მინუს მინუს 8 ბატონო სესო. ხოჩა, საპირისპირო ნიშანი იქნება. აჰა. მე მგონი ყველაფერი გაიგეთ და ძალიან კარგი. მე მგონი ყველაფერი გაიგეთ და ძალიან კარგი. ერთი ვნახოთ რამდენი დავრჩით. ესე იგი, ცოტა ვართ 6 დავრჩით სულ. სულ 6 დავრჩით. ერთი თქვენი სამახსოვრო სკრინშოტიც გავაკეთო, როგორც ყველაზე მაგრები.